გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით ბრიუს ლიზე. ბრიუს ლი, ანუ ჩინური საბრძოლო ხელოვნების ჯადოქარი, კუნგ-ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის, ჯიტ კუნდოს დამაარსებელი, მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ლი ჯუნ ფენი, შემდგომში ცნობილი როგორც ბრიუს ლი. მან საბრძოლო ხელოვნება შეიძლება ითქვას ფილოსოფიის დონეზე აიყვანა. ბრიუს ალი საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან იყო. ისინი ცხოვრობდნენ ჰონგ-კონგში, ჩინეთში. დედა გრეის ჰო, ნახევრად ევროპელი წარმოშობის ქალბატონი გახლდათ. ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი კლანიდან. მამამისი ლი ხიო ჩენი, კანტონის ოპერის ცნობილი მომღერალი და კომედიანტი იყო. ამიტომ ის რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკონომიკურად გამართული პიროვნება გახლდათ. ბრიუს ალი დაიბადა ამერიკის ჩინურ დასახლებაში გასტროლებზე ყოფნის დროს 1940 წლის 27 ნოემბერს სან-ფრანცისკოში. ის იყო მე-4 შვილი. ბუნებრივია გასტროლები მალე დამთავრდა და ოჯახი ჩინეთში დაბრუნდა. დედამ ახალშობილს ლი ჯუნ ფენი დაარქვა, რაც დაბრუნდი უკანს ნიშნავს. დედას იმედი ჰქონდა, რომ მისი შვილი ოდესმე უკან შეერთებულ შტატებში დაბრუნდებოდა. სახელიც აქედან გამომდინარეობს. ასევე პატარა ლის საიფონს ეძახდნენ, რაც პატარა დრაკონს ნიშნავს. იდეაში საიფონი გოგოს სახელია, მაგრამ ჩინური ტრადიციის მიხედვით ახალშობილ ვაჟს ეძახიან ქალის სახელს, რათა შეცდომაში შეიყვანონ ბოროტის სულები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვის სულის გადაცემა. მამის წარმატებამ და ცნობადობამ საშუალება მისცა 3 თვის ბრიუს ალი ფილმში გადაიღოთ. ეს მოხდა 1941 წლის თებერვალში სან-ფრანცისკოში. 1946 წელს ჰონგ-კონგში ბრიუს ლიმ ითამაშა პირველი ნამდვილი როლი ფილმში ბიჭუნას ჩამოყალიბება. 8 წლის ასაკში გადაიღეს კიდევ ერთ ფილმში. 18 წლისას უკვე 20-ზე მეტ ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მამამის მიუძღვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. ზოგადად ამ დროს ჰონგ-კონგში ცხოვრება არ იყო მარტივი. 10 წლის ასაკში ბრიუსი ქუჩის ცხოვრებას შეუერთდა. როგორც თავად მსახიობი იხსენებდა, ამ წლებმა ზეგავლენა მოახდინა მის შემდგომ ცხოვრებაზე. აღსანიშნავია, რომ ქუჩაში ბრიუსმა დიდი გაკვეთილები გაიარა. იქ არ არსებობდა არავითარი წესი. ყველა იბრძოდა გამარჯვებისთვის ნებისმიერი ხერხით. ბრიუს ალი დადიოდა ინგლისურ დაწყებით სკოლაში. მისი ასაკის ახალგაზრდებზე, მათ შორის ლიზეც, დიდ ზეგავლენას ახდენდა გაბატონებული ქუჩური ცხოვრება. მის საყვარელ საქმიანობად იქცა სკოლის გარეთ მუშტი კრივი ინგლისური ოჯახების ბიჭუნებთან. ბრიუსის მშობლები ძალიან ღელავდნენ მისი ცხოვრების ასეთი სტილის გამო, რომელშიც ხშირად უწევდა ყოფნა. მათ ბუნებრივია არ მოსწონდათ შვილის გაუთავებელი ორთაბრძოლები. ჩინეთში 10 წლეულების მანძილზე იხვეწებოდა უიარაღო თავდაცვითი სისტემები და რა თქმა უნდა იქ საბრძოლო ხელოვნების დაუფლება საპატიო საქმედ ითვლება. ბრიუს ლის მამაც მილიონობით ჩინელის მსგავსად ასრულებდა ჩინური ტაიცის ფიზიკურ ვარჯიშებს. ამიტომ მან გადაწყვიტა შვილი საბრძოლო ხელოვნებაში ჩაება და მისთვის ტაიცის საფუძვლები ესწავლებინა. ვარჯიშის დაწყებინა სულ მალე, როდესაც ბრიუს ალი უკვე მთლიანად ფლობდა საბრძოლო ხელოვნების საფუძვლებს, ვინგ ჩუნის ცნობილ სკოლაში მიიყვანეს და სავარჯიშოდ საბრძოლო ხელოვნების ოსტატს, იპ მენს მიაბარეს. იპ მენი ცდილობდა თავისი მოსწავლეები ქუჩაში ჩხუბისგან მოერიდებინა. ამისთვის ის ხელს უწყობდა ბავშვებს, რათა მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა საბრძოლო შეჯიბრებში. ერთხელაც, როდესაც ბავშვებმა გაიგეს, რომ ბრიუს ლის გენებში გერმანული სისხლიც ჩქეფდა, როგორც გითხარით, დედამისი წარმოშობით ნახევრად ევროპელი იყო. მასთან ერთად ვარჯიშზე უარი თქვეს. ამის შემდეგ იპ მენი ლის ინდივიდუალურად ავარჯიშებდა. ლეგენდარულმა ოსტატმა ბუნებრივია მაშინვე შენიშნა ბრიუსის ნიჭიერება. ის უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა ამ ინდივიდუალურ ვარჯიშებს და ფილოსოფიაზე საუბრებს. 13 წლის ასაკიდან ლი დღეში მინიმუმ 5 საათს ვარჯიშობდა. მიუხედავად მშობლების დიდი მცდელობისა, ბრიუს ალი მაინც აგრძელებდა ქუჩაში ჩხუბს. ერთხელ ბრიუსმა და მისმა მეგობრებმა გამოწვევა მიიღეს სხვა სკოლის წევრებისგან. შეხვედრა ერთ-ერთი სახლის სახურავზე გაიმართა. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მიდიოდა, მაგრამ ნამდვილ მუშტი კრივში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ ბრიუსს თვალში ძლიერად მოარტყა. ბრიუსი არ ელოდა სიუხეშეს და გამწარებულმა სახეში სწრაფი დარტყმების სერია მიაყენა, რასაც შედეგად მოჰყვა ჩალურჯებული თვალები და რამდენიმე ჩამსხვრეული კბილი. დაზარალებულის მშობლებმა პოლიციაში იჩივლეს. საქმეში იძულებული გახდა ჩარეულიყო ბრიუსის მამაც. იყო ასეთი შემთხვევაც, ერთ-ერთი დაჯგუფების წევრმა, რომელიც ბრიუსზე უფროსი იყო და მასითაც ბევრად აღემატებოდა, გამოიწვია იგი საჩხუბრად და სახურავიდან ჩამოგდებითაც დაემუქრა. ბრძოლა 6 სართულიანი სახლის სახურავზე გაიმართა.
ის მართლაც სახიფათო მეტოქე იყო, მაგრამ ბრიუსმა მაინც მოახერხა მისი დამარცხება. იქ შეკრებილი ახალგაზრდები კი გაკვირვებულნი დარჩნენ, როდესაც ბრიუსმა იგი ზურგზე მოკიდებული და ხელფეხ მოტეხილი ჩამოიყვანა ეზოში. ლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი სან-ფრანცისკოში გამგზავრების შემდეგ დაიწყო. 1959 წლის 17 მაისს ბრიუს ლიმ დატოვა ჰონგ-კონგი და გემით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. გამგზავრების წინ კი დასძინა: მე დავბრუნდები მაშინ, როდესაც ბევრ ფულს ვიშოვი. სან-ფრანცისკოში ბრიუსი რამდენიმე თვე ცხოვრობდა მშობლების მეგობრებთან, ჩინურ დასახლებაში. სარჩოს საშოვნელად იგი ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა. მან ცეკვა ძალიან კარგად იცოდა. ამერიკაში ჩასვლამდე ჩაჩაჩას შეჯიბრიც კი ჰქონდა მოგებული. რამდენიმე თვეში გაემგზავრა სიეტლში. თავდაპირველად მოეწყო ჭურჭლის მრეცხავად რესტორანში, რომლის მეპატრონე მათი ოჯახის ძველი მეგობარი რუბი ჩაო იყო. რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობის პარალელურად სწავლობდა კოლეჯში და ვარჯიშობდა ბოქსში. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სკოლაში გამართულ ბოქსის ტურნირშიც ძლიერი და დიდი ავტორიტეტის მქონე მოწინააღმდეგე ძალიან მარტივად და სასტიკად დაამარცხა. სწავლასთან, მუშაობასთან და ბოქსთან ერთად აგრძელებდა ყოველდღიურ ინტენსიურ ვარჯიშს ჩინური საბრძოლო ხელოვნებიდან. ასევე იმაგრებდა მუშტებს დაფაზეც, რომელიც მან სამზარეულოში ჩამოკიდა. ამ პერიოდში იგი საჩხუბრად გამოიწვია ერთმა იაპონელმა, რომელიც დიდხანს ცდილობდა მასთან ჩხუბს. ბოლოს გადაწყვიტეს მოეწყოთ ორთაბრძოლა წესების გარეშე. ბრძოლა მხოლოდ 11 წამი გაგრძელდა. ბრიუს ლის პირდაპირმა დარტყმამ მოწინააღმდეგე შორს მოისროლა. ამ პიროვნებამ შემდეგში ლის მოწაფეობა ისურვა. 1960 წლის დეკემბერში ბრიუს ლიმ დაამთავრა სასწავლებელი, ხოლო 1961 წლის 27 მარტს ჩააბარა სიეტლში ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1964 წლის საზაფხულო მეოთხე დის დახურვის შემდეგ მან მიატოვა ვაშინგტონის უნივერსიტეტი. ამავე წელს ლონგ-ბიჩში მოაწყო საჩვენებელი გამოსვლა კარატეს საერთაშორისო ტურნირზე. სულ მალე კი გახსნა თავისი პირველი სკოლა სიეტლის ჩინურ კვარტალში. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიხარულო მომენტი დადგა. ბრიუსმა მისი მომავალი მეუღლე ლინდა ემერი გაიცნო, წყნარი ინტელიგენტი შვედური წარმოშობის ამერიკელი გოგონა. ისინი ერთად ესწრებოდნენ ფილოსოფიის ლექციებს. ამ დროისთვის ბრიუსი ატარებდა ვარჯიშებს, სადაც მოუხერხდებოდა ავტოფარეხში მიტოვებულ სახლებში, სკოლის სპორტულ დარბაზებში, თუმცა ყოველთვის ფიქრობდა, რომ ჩამოაყალიბებდა დიადი სკოლის ფართო ქსელს. 1964 წლისთვის შეიძლება ითქვას, ლიმ ცოტათი სერიოზული სკოლა გაახსნა ოკლენდში. აქვე იქორწინა 20 წლის ლინდაზე. 1965 წლის 1 თებერვალს ოკლენდში ლინდას და ბრიუს შეეძინათ ვაჟიშვილი ბრენდონი, რომელსაც ბრიუსი ხუმრობით ეძახდა ერთადერთ ქერათმიან ჩინელს მთელ მსოფლიოში. მალევე რეჟისორმა და პროდიუსერმა აიდ პარკერმა შესთავაზა ბრიუსს გადაიღოთ ვარჯიშები და შეექმნათ კომერციული ტელეფილმის სერია. ეს ინიციატივა წარმატებული გამოდგა და ამავე წელს ბრიუსმა მიიღო მოწვევა კინოსტუდია 20th Century Fox-ისგან. კიდევ რამდენიმე წარმატებული ფილმის შემდეგ უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და დენ ინოსანტოსთან ერთად ლოს-ანჯელესის ჩინურ კვარტალში წარმატებით გახსნა მისი მესამე სკოლა დოჯო. ამ სკოლის გახსნას უკავშირდება ერთი საინტერესო ლეგენდად ქცეული ამბავი ბრძოლა ვონგ ჯეკმენთან. საიდუმლო არ არის, რომ ბრიუს ალი გამოირჩეოდა დიდი ტემპერამენტით. ერთ-ერთი მისი One Inch Punch-ის ჩვენების დროს ბრიუს ალი ძალიან გაბრაზებული გახლდათ, როდესაც მისმა პირველმა დარტყმამ მოხალისე ძირს ვერ დასცა. თუმცა მას ფარხმალი არ დაუყრია და მეორეჯერ გაიმეორა ეს ილეთი. ამჯერად ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ლის უნდოდა. მოგვიანებით წაქცეულმა მოხალისემ განაცხადა, რომ ის მზად არ იყო მეორე დარტყმისთვის. შეკრებილი საზოგადოება ისეთი ნასიამოვნები და მხიარული არ აღმოჩნდა, როგორც ბრიუს ალი მოელოდა. ამიტომ ცოტათი გაბრაზდა, ბრბოს წინაშე დადგა და ბრძოლის მსურველი გამოიწვია. ლისთან ბრძოლაზე თანხმობა ბუნებრივია, ვერავინ გაბედა. თუმცა ამ ბრბოში აღმოჩნდა ერთი გაბედული ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა მიიღო გამოწვევა. ეს ადამიანი გახლდათ ვონგ ჯეკმენი, კუნგ-ფუს საზოგადოების მთავარი ოსტატი. ზოგადად რთული აღმოჩნდა ამ ორთაბრძოლის სწორად აკინძვა. არასაკმარისი მოწმეების და მასალების გამო. თუმცა ვიცით ჩხუბის პირობები. თუ ბრიუს ალი წააგებდა, ის აღარ გახსნიდა სკოლას, ხოლო თუ ჯეკმენი წააგებდა, შეწყვეტდა კუნგ-ფუს სწავლებას. გადარჩენილი მოწმეების თქმით, ვონგ ჯეკმენსა და ბრიუს ლის შორის საოცარი ბრძოლა გაიმართა, რომელიც 30 წუთი გაგრძელდა. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც ამ ბრძოლას ლინდაც ესწრებოდა. მისი თქმით, ბრძოლა 3 წუთი მიმდინარეობდა და ბრიუს ლის დიდებული გამარჯვებით დასრულდა. მოგვიანებით ბრიუს ალი ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ორთაბრძოლისას მიხვდა ვინგ ჩუნის ტექნიკების არაპრაქტიკულობას. ვინგ ჩუნი არასაკმარისი აღმოჩნდა ჯეკმენზე გასამარჯვებლად.
ბრძოლისას მან თავისი მეთოდები გამოიყენა, რაც მოგვიანებით კარატის მიმდინარეობა აქცია, სახელწოდებით ჯიტ კუნდო, ანუ დამწყები მუშტის გზა. ფაქტობრივად ეს არ იყო სტილი. იგი აერთიანებდა კარატეს, ჭიდაობას, ძიუდოს, ტაილანდურ კრივს, დასავლურ კრივსა და კიდევ სხვა ილეთებს. 1971 წელს ბრიუსმა მთავარი როლი ითამაშა რეიმონდ ჩოუს ფილმში დიდი ბოსი. ფილმის გადაღება სულ $100,000 დაჯდა. ჰონგ-კონგის კინოეკრანებზე გამოსვლისთანავე ფილმმა მაყურებლის და პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. პირველივე გაქირავებაზე $3,200,000 მოგებით. მან მოხსნა ყველანაირი რეკორდი. 1972 წელს ჰონგ-კონგში გამოვიდა მეორე ფილმი ჯვინვარების მუშტი. ამავე წელს მსახიობმა უარი თქვა რამდენიმე სცენარზე და თავად დაიწყო მუშაობა ფილმ Way of the Dragon-ზე. მან თვითონ დაწერა სცენარი, იყო რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც. ეს ფილმი სხვების მსგავსად წარმატებით გავიდა ეკრანებზე და $4.5 მილიონი მოგება მოიტანა. 1973 წლის გაზაფხულზე ჰოლივუდში ბრიუსმა გააფორმა ხელშეკრულება კინოკომპანია Warner Brothers-თან ახალი ფილმის გადაღების თაობაზე დრაკონის გამოსვლა. დრაკონის გამოსვლა იყო შეერთებული შტატების და ჰონგ-კონგის კინოინდუსტრიის პირველი ერთობრივი ნაწარმი. ბევრი ფულის შოვნა ბრიუს ლის ამერიკაში წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რასაც მიაღწია. ლის მონაწილეობით გამოდიოდა ახალ-ახალი ფილმები, რომელთაც მილიონობით მოგება მოჰქონდა. მისი პოპულარობა პიკს აღწევდა. ჰქონდა უდიდესი სახლი, წითელი მერსედესის კაბრიოლეტი და ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. თუმცა წარმატების მიღწევა სხვადასხვა პიროვნებებზე განსხვავებულად ზემოქმედებს. ბრიუს ლი ამ შემთხვევაში გაორებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთის მხრივ საქვეყნო აღიარება მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. მეორე მხრივ, რაც უფრო მეტად იზრდებოდა მისი პოპულარობა, მით უფრო იკეტებოდა და ღრმავდებოდა საკუთარ თავში. ხშირად თავის კაბინეტში მარტო ატარებდა რამდენიმე დღეს. ხელი ჰკრა მეგობრებს, ერიდებოდა ხალხში გამოჩენას. სულ თან დაჰქონდა პატარა ჩანთა, რომელზეც მოგვიანებით მეგობარს გამოუტყდა, რომ პატარა იარაღს ატარებდა. უცნაურია, მაგრამ ასეთი აღიარებული ძლიერი ადამიანი, განუმეორებელი თავდაცვის ოსტატი, თავს დაუცველად გრძნობდა და ამის საპასუხოდ იარაღის ტარება გადაწყვიტა. ამ ყველაფერზე უამრავი ბინძური ჭორი დადიოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ეს ჭორები გაიზარდა და დღემდე აქტუალურია. ზუსტად ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1973 წლის 20 ივლისს დაახლოებით 8 საათზე ძლიერი თავისკივილის გამო ბრიუსი წამოწვა საწოლზე. ადგილობრივი ექიმის გასინჯვის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ ძლივს ხალხს უნთქავდა და პულსიც აღარ ესინჯებოდა, იგი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს ჰონგ-კონგის დედოფალ ელიზაბედის სახელობის კლინიკაში. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა ამაოდ. ერთი ვერსიის მიხედვით ეს ყველაფერი სიმსივნემ გამოიწვია. არის კიდევ ვერსია, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვის წინათ ოთახში კონდიციონერი გამორთო და სიცხისგან ცუდად გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ამის გამო მოკვდა. უფრო აბსურდული ვერსიებიც არსებობს. ბევრი ვარჯიშისგან გული კუნთად გადაეცა და ასე შემდეგ. საინტერესო მოსაზრებაა, რომ მოკლეს. მისი ცხოვრების ბოლო პერიოდის შიშები, იარაღის ტარება, კარჩაკეტილობა და მსგავსი შემთხვევები შეიძლება ითქვას ამყარებს ამ თეორიას. თითქოს იცოდა მოახლოებული საფრთხის შესახებ. იყო ასევე თეორია, რომლის მიხედვითაც ბრიუსი საერთოდ არ მომკვდარა. მისი სიკვდილი გაითამაშა, რადგან ძალიან შეშინებული იყო. აქაც იარაღის ტარების არგუმენტია მთავარი და მისი უკანასკნელი კარჩაკეტილი ცხოვრების სტილი. ბრიუს ლი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვაზე ლინდას ტანზე ჩინური სამგლოვიარო ტრადიციის მიხედვით თეთრი კაბა ეცვა. მასთან ახლდნენ ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ მომხდარ უბედურებას. დაკრძალეს 1973 წლის 31 ივლისს სიეტლში, ლეიქ-ვიუს სასაფლაოზე. 32 წლის ასაკში მიაღწიო იმდენს, რამდენსაც ბრიუს ლიმ მიაღწია. ეს ნამდვილად გენიალური შემთხვევაა. მსოფლიოს ყველა კუთხეში 10 წლეულების შემდეგაც კი ყვებიან მასზე ლეგენდებს, აუცებს მისი ვიდეოები და ფილმები. ფილმებში, რომლებშიც მოძრაობებს შენელებით აკეთებდა, რადგან მაშინდელი კამერები ვერ აფიქსირებდნენ მის საოცრად სწრაფ მოძრაობებს. ასევე ლეგენდად ქცეული ისტორიები, იქნება ეს ტენისის ნუნჩაგოთი თამაში, One Inch Punch-ი, 2 თითზე აზიდვები თუ რაიმე სხვა. მე არ მეშინია ადამიანის, რომელმაც 10,000 დარტყმა ისწავლა. უფრთხი კაცს, რომელმაც 10,000 ჯერ სცადა ერთი და იგივე დარტყმა. ზემოთ ვახსენეთ One Inch Punch. შეიძლება ითქვას ეს არის სასიკვდილო დარტყმა 1 ინჩის მანძილიდან, რასაც ბრიუს ლი იყენებდა თავისი ბიზნესის გასანვითარებლად მოწყობილ დემონსტრაციებში. თუმცა ის დღესაც პოპულარულია და ეს ბრიუს ლისეული ტექნიკა გამოყენებულია რამდენიმე ფილმში. ერთ-ერთი ასეთია ტარანტინოს კლასიკა მოკალი ბილი. One Inch Punch კარგად ჩანს იმ მომენტში, როდესაც ფილმის მთავარი გმირი კუბოს მუშტის დარტყმით ამსხვრევს და საფლავიდან აღწევს.
ნუ გეშინიათ დამარცხების. დამარცხება კი არა, დაბალი მიზნებია დანაშაული. დიდი მცდელობები დამარცხების შემთხვევაშიც კი ღირსეულია.